ხალბატონ თეა ძალიან დიდი მადლობა რომ დღეს ჩვენი სტუმარი ხართ. მინდა მაინც ვიზა ლიბერალიზაციის თემით რომ დავიწყოთ. მე ვიცი რომ მთელი კამპანია ჩაფიქრებული რომ ადამიანებმა უკეთ გაიგონ რას ნიშნავს ზუსტად ვიზა ლიბერალიზაცია, ანუ რისი უფლება ექნებათ. ნამდვილად ვიცით რომ მე მგონი ყველა მიწის უკვე რომ მუშაობის და სწავლის უფლებას არ იძლევა ეს ვიზა ლიბერალიზაცია. მე მინდა საქართველოს მოქალაქეების ასე ვთქვათ ცოტა სპეციფიკურ ნაწილზე კითხოთ და ვიზა ლიბერალიზაცია როგორ აისახება მათზე. გულისხმობ ევროკავშირის ქვეყნებიდან უკვე ერთხელ დეპორტირებულ ადამიანებს, რომლებმაც სავსებით შესაძლებელია კვლავ მოინდომონ ახალი წესით ასე ვთქვათ ევროპაში შესვლას და ასევე მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც თქვა ტურისტული ვიზით კი გადავიდა, მაგრამ უფრო დიდი ხანი იყო იმ ქვეყანაში და უკან დაბრუნდა. რამე სია თუ არის შავი სია ეს მოქალაქეების, ანუ მათ პრობლემა ხომ არ შეექმნებათ, როდესაც ვიზა ლიბერალიზაცია ამოქმედება და ისინი გადაწყვეტენ, ასე ვთქვათ, რომ იმოგზაურონ და გამოიყენონ ეს შესაძლებლობა. მოგესალმებით და მოგილოცავთ ყველას იმ პროგრესს ვიზა ლიბერალიზაციის გზაზე, რაც სახეზეა. დარჩა კიდევ პროცედურები, რა თქმა უნდა, პირველი ყველაზე მძიმე რაც იყო და რასაც უკვე კენჭი ეყარა და შეთანხმდა, ასე ვთქვათ, ეს არის ეგრეთ წოდებული შეჩერების მექანიზმი, რაზეც ალბათ ბევრი კიდევ უნდა ვილაპარაკოთ, რომ ყველამ კარგად გავიაზროთ, რას ნიშნავს ეს. ეს ნიშნავს იმას, რომ უცბად, მაშინ როდესაც ჩვენ უკვე ვიზა ლიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას ველოდით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დაიწყეს მსჯელობა იმაზე, რომ ჯერ შემოეღოთ შეჩერების მექანიზმის ანემსაზღვრებს გახსნილენ. ეს გამოწვეული იყო იმით და ალბათ ამის ეს არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ არსებობს ყველა ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრი. საზოგადოებებს, ისე როგორც ჩვენსაც, ასევე საფრანგეთში, გერმანიაში აქვს თავთავიანთი პრობლემები, შიშები, სურვილები და უარყოფები. მიგრანტთა დიდ რაოდენობასთან დაკავშირებით. დიახ, მაგრამ ქართველებთან დაკავშირებით იყო ხოლმე შემთხვევები, საკმაოდ ხშირი ზოგიერთ ქვეყანაში, როდესაც ჩვენი მოქალაქეები არღვევდნენ კანონს, რბილად რომ ვთქვა და სხვათა შორის სპეციალიზირდებოდა ზოგიერთი მათგანი კონკრეტული კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, ძირითადად ეს იყო ძარცვა და ქურდობა. ქურდობის კონკრეტულად ის ნაწილი, რასაც ქვია მაგალითად სამსახურში რომ წავა ადამიანი, საღამოს არ დახვდება ის ქონება, რაც შინ დატოვა. ეს რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის პროგრესს ამ გზაზე ხელს უშლიდა და მე ვფიქრობ, რომ ეს ხმამაღლა უნდა ითქვას. ამ საფრთხების გასანეიტრალებლად ჩემმა კოლეგამ შინაგან საქმეთა მინისტრმა, მეც პირადად საგარეო საქმეთა მინისტრმა თავისთავად და ყველამ ძალოვან სტრუქტურებთან ძალიან სერიოზული სამუშაო ჩავატარეთ შესაბამისი ქვეყნების. ასე თუ ისე ეს მექანიზმი როგორც იქნა შეთანხმდა და გზა გაეხსნა იმას, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ. მე არ ვარ სულსწრაფი ადამიანი, მაგრამ მიხედვით ამისა, რა თქმა უნდა, როგორც ყველას მეც მეჩქარება, რომ ეს შედეგი დადგეს. ჩვენ ალბათ რამდენიმე კვირა კიდევ დაგვჭირდება. ეს შეიძლება იყოს 1 თვე, თვენახევარი, 2 თვეც. ყოველ შემთხვევაში რამდენიმე კვირა იმისთვის, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. პირველი რაც ყველამ ვიცით ალბათ არის ის, რომ ბიომეტრიული და არა სხვა ტიპის პასპორტი არის საჭირო იმისთვის, რომ ამ სიკეთით ისარგებლოს ჩვენმა მოქალაქემ, რადგან სწორედ ამ დოკუმენტს და მასზე მიბმულ პირადობის ელექტრონულ მოწმობას ამოწმებდნენ ევროკავშირის ექსპერტები 3 წლის განმავლობაში, როდესაც ისინი ჩამოდიოდნენ ჩვენთან და სამოქალაქო რეესტრის ბაზები, ასე ვთქვათ, ლუპით შეამოწმეს, რომ ერთი მოქალაქე იყოს ერთი სახელის, ერთი გვარის მატარებელი და ერთი დოკუმენტის მატარებელი. ამიტომაც ბევრს უკვირს ხანდახან რატომ არის მეორე პასპორტი მხოლოდ ერთწლიანი ვადით. ეს იყო სწორედ მოთხოვნა. მოთხოვნა იყო ის, რომ სახელის შეცვლა არ იყოს შესაძლებელი, თუმცა მოლაპარაკების პროცესში ჩვენ შევძელით, რომ ერთხელ შეცვლის უფლება სულტლოვანს მივცეთ თუ არ მოსწონს ის სახელი, რაც მშობლებმა დაარქვეს. მაგრამ ეს რთული პროცესი გავლილია, პასპორტი შემოწმებულია, ის არის უსაფრთხო, იკაო სტანდარტებს აკმაყოფილებს და ეს საბუთი არის საჭირო. საჭიროა ასევე ელემენტარული თანხა საბანკო ანგარიში, რომლის შესახებაც ინფორმაცია შეიძლება მესაზღვრე მოგთხოვოთ.
იმისთვის რომ ის დარწმუნდეს რომ როდესაც მის ქვეყანაში შეხვალთ ქუჩაში არ იქნებით და ქუჩაში არ იქნებით და მის სახელმწიფოს არ დააწვევით კისერზე ან სხვას ასე ვთქვათ სხვის ქონებას არ ხელყოფთ. ასევე უნდა გქონდეს დაჯავშნილი სასტუმრო, რა თქმა უნდა მე რომ ვიყო ალბათ არა მხოლოდ დავჯავშნი, არამედ წინასწარ გადავიხდი კიდეც იმისთვის რომ თუ მესაზღვრე მთხოვა საბუთი ვაჩვენო კიდეც რომ ნამდვილად ამ ადგილას მივდივარ და ეს იყოს 100%-იანი გარანტია და უკან დასაბრუნებელი ბილეთი. ასევე არის ის, რაც თქვენ წეგან ახსენეთ, როგორ იყო წინა ისტორია. ისინი, ვინც დეპორტირებული იქნენ, როდესაც დეპორტირების შესახებ გაძევებას, რასაც ვეძახით, არის ხოლმე მიღებული გადაწყვეტილება, ამის მიზეზი არის მრავალი. შეიძლება იმიტომ, რომ დანაშაული იქნა ჩადენილი და გამოუშვეს სასჯელის მოხდის გარეშე, ან სასჯელიც მოახდევინეს და ციხიდან პირდაპირ აეროპორტში გაუშვეს. ან შეიძლება სხვა მიზეზი, იმიტომ რომ არალეგალი იყო, მიაგნეს და ასე ვთქვათ, დააბრუნეს, ჩვენ დავიბრუნეთ, ჩვენი მოქალაქე. და სხვათა შორის დაბრუნების მექანიზმი უნდა ყველას გასაგონად თქვა, რომ ძალიან კარგად მუშაობს ბოლო 2 წელია. გამორიცხულია რომელიმე საქართველოს მოქალაქემ დღეს ევროკავშირის შენგენის სივრცეში რომელიმე ევროკავშირის ქვეყანას მოატყუეს და უთხრეს, რომ მას ქვია შოთა რუსთაველი. ეს პრაქტიკა არის დამთავრებული. ჩვენ დაახლოებით 20 წუთში ვაძლევთ ჩვენს კოლეგა უცხოელ პოლიციას ფოტოს მიხედვით ადამიანის ნამდვილ გვარს და სახელს. ამიტომ ამაზე ნუ დავიხარჯებით, დროს ნუ დავკარგავთ. და დაბრუნების მექანიზმი კარგად მოქმედებს. იმის დამიხადებით თუ რა წერია იმ გადაწყვეტილებაში, იქ არის როგორც წესი აკრძალვაც ხოლმე. რომ ეს პირი არ უნდა შემოვიდეს უკან ამდენი ხნის განმავლობაში. ამას რა თქმა უნდა ვიზა ლიბერალიზაცია დღევანდელი ვეღარ უშველის. ამიტომ ეს უფრო კონკრეტული საქმეების დამიხადებით განსახილველი თემაა, მაგრამ რა თქმა უნდა ალბათ ილუზია არავის არ აქვს, რომ სუფთა წარსული არის გარანტია იმისა, რომ ჩვენ თავისუფლად შევიდეთ, მაგრამ ეს არ არის შესვლის უფლება, ეს არის მიმოსვლის უფლება, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩავალთ, აუცილებლად უკან უნდა დაბრუნდეთ დადგენილ ვადაში და შემდეგ კიდევ წავიდეთ, როცა მოგვინდება. ის აქცია, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა და 9 იანვრამდე გვექნება მოქალაქეებს მისი სარგებლობა, მე გულისხმობ ეგრეთ წოდებული ბიომეტრიული პასპორტის განახევრებულ ფასში აღების შესაძლებლობა. რამდენ ადამიანს ელოდებით, ანუ საკმაოდ მომხიბვლელია, მართალია წინა საახალწლო თუ უკვე ახალი წლის დღეებია, მაგრამ ძალიან ბევრი ტალღა არ მოაწყდება იუსტიციის სახლებს. ჩვენ ტალღები ბევრი გვინახავს ოღონდ ელექტრონული პირადობის მოწმობაზე, რომელიც მთლიანობაში 34 ლარიჯდება. ეხლა ის არის უფასო 15-დან 9-მდე ასევ. პასპორტების შემთხვევაში ჩვენ უკვე გქონდა აქცია და სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ბიომეტრიული პასპორტით აღჭურვილი მოქალაქე, ანუ დაცული მოქალაქე წარდგეს უცხოელ მესაზღვრესთან და არა რაღაცა გაუგებარი საბუთის მქონე, რომელიც შეიძლება გადააკეთო ან გააყალბო. ამიტომაც ჩვენ ადრეც ჩავატარეთ ამ ტიპის აქციები. ბოლო აქცია იყო ზუსტად 1 წლის წინ და ისიც როგორც ეს აქცია საარჩევნო სიის დაზუსტებას, ასე ვთქვათ, ხალხის მოზიდვას, რომ მანაც ისარგებლოს, აიღოს უსაფრთხო დოკუმენტი და სახელმწიფომაც ბრჭყალებში ისარგებლოს იმ გაგებით, რომ ჩვენ ჩავასწოროთ ინფორმაცია, ბიომეტრიული ფოტო გადავიღოთ და მომავალი წლის არჩევნებს შევხვდეთ კიდევ უფრო ხარისხიანი საარჩევნო სიით. ანუ აქ ორმხრივი ინტერესია. წინა აქციაზე ჩვენ გქონდა სადღაც 30,000 ადამიანი, ვინც მოვიდა. შეიძლება ახლა მეტი მოვიდეს. ყოველ შემთხვევაში ეს არ იქნება ისეთი დიდი მასა, რომელსაც ჩვენ ვერ გავუმკლავდებით. მით უმეტეს, რომ ID ბარათების შემთხვევაში ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს. ამიტომ ვისაც ნამდვილად ჭირდება, ვისაც წინა საახალწლო დღეებში ეს თანხა ექნება, შეიძლება არ იყოს ბევრი ასეთი, ის ისარგებლებს. არიან ადამიანები, ვისაც გაუტყდა პასპორტი და მე მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ჩვენ წინა თვეებში შევცვალეთ თვითონ ეს პასპორტი, ახალი ხარისხიანი პასპორტები გვაქვს უკვე, ბლანკი, რასაც ქვია ცარიელი, რომელიც
ხშირი ხმარებისას არ ტყდება, არ იშლება გვერდები და ასე შემდეგ. ამიტომ მგონი ეს აქცია კარგია იმისთვის, რომ ვისაც გაუთავდა გვერდები ან დაუზიანდა პასპორტი, მათაც გამოიყენა. ქაბატონთეა, აქვე მინდა კითხოთ ვიზა ლიბერალიზაციას და საერთოდ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ქართულ მხარეს აქვს კიდევ ბევრ სხვა რაღაცასთან ერთად ერთ-ერთი ესეთი სურვილი, იმედი, რომ სეპარატისტულ რეგიონებში მაცხოვრებელი ადამიანებიც თუ აიღებენ ქართულ პასპორტს, ისინი შესაძლებენ ისარგებლონ ამ სიკეთით. პასპორტის აღებასთან დაკავშირებით თქვა ამ სოხუმში, ან ცხინვალში მაცხოვრებელი ადამიანებისთვის. მათთვის იგივე საფრთხურებია გასავლელი, ან უნდა აიღოს ჯერ პირადობის მოწმობა, მერე უნდა აიღოს უცხოეთის პასპორტი. რამდენად თქვათ ომის შემდეგ დაბადებული სოხუმში ადამიანი, რომელსაც დაბადების მოწმობას აძლევს ის ხელისუფლება, ჩვენ ვაღიარებთ ამ დოკუმენტებს, ან როგორ მოხდება ეს მათთვის ქართული პასპორტების გადაცემა? ჩვენი აფხაზი საოკუპაციო ხაზის იქით მცხოვრები აფხაზი სრულწლოვანი ადამიანები, არა სრულწლოვნებიც, მაგრამ ამ შემთხვევაში სრულწლოვნებზე გვაქვს საუბარი. რა თქმა უნდა, ზუსტად იმ კანონებით სარგებლობენ, იმ სიკეთებით სარგებლობენ, რითაც ვსარგებლობთ მე და თქვენ. ამიტომ თუ მათი სურვილი იქნება, რომ მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა და რაიმე სხვა ხელშემშლელი არ იქნება, რაც შეიძლება ნებისმიერი საქართველოს მოქალაქეობის ამ წუთას პასპორტის არ მქონე პირისთვის იყოს, ტექნიკური რაიმე ხარვეზი. თუ არ იქნა, რა თქმა უნდა, ისინი სარგებლობენ ყველა იმ შეღავათით, რასაც ვიზა ლიბერალიზაციას მოაქვს ჩვენი სხვა მოქალაქეებისთვის. ჩვენ პირიქით მოხარული ვიქნებით თუ კი პასპორტს აიღებს ჩვენი აფხაზი თანამოქალაქე და შემდეგ ისარგებლებს ყველა იმ სიკეთით, რასაც ასე მოველით ყველა. პროცედურა იგივეა მათთვის, რაც ნებისმიერ სხვა ადამიანისთვის. ისინი, ვინც მათ ჩვენ არ, რა თქმა უნდა, არ მივიჩნევთ ისეთი, ასე ვთქვათ, რთული პროცედურების საგნად, როგორცაც უცხოელების შემთხვევაში, იმიტომ რომ ისინი არიან ჩვენი თანამოქალაქეები. ამიტომაც იქ მოხდება მთელი პროცედურები იქნება გასავლელი, რაც მაგალითად ქუთაისში თუ ბათუმში მცხოვრებ ადამიანს თბილისშიც სჭირდება ზოგიერთს საბჭოთა პასპორტი რომ გაუქმდა, იმის მერე არ დაჭირვებია არც ერთი დოკუმენტი და დღეს მოდის პირველად ამდენი წლის მერე და ჩვენ მას ვუდგენთ, რომ საქართველოს მოქალაქეა ნამდვილად. ამიტომ მოქალაქეობის დადგენის თუ აღდგენის თუ მინიჭების პროცედურა იქნება, რა თქმა უნდა, ყველაფერით მათ შეუძლიათ ისარგებლონ, როგორც ნებისმიერ სხვას და დიდი იმედი გვაქვს, რომ დაინტერესდებიან. მე მინდა ახლა მართლმსაჯულების რეფორმის საკითხზე გადავიდეთ. ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეგრეთ წოდებული მესამე ტალღა, რასაც ქვია ის კანონთა ნაკრები დეკემბერში იქნება აუცილებლად მიღებული, რასაც ყველანი ველოდებით. ბევრ სხვა რამესთან ერთად ეს გულისხმობს მოსამართლეთა ელექტრონული წესით, ასე ვთქვათ, საქმეებზე დანიშვნის წესის რეგულირებასაც. ამის შემდეგ რა მოხდება? ანუ მე მესმის, რომ რეფორმა რო იწყება, რეფორმა არ თავდება. მივიღეთ მესამე ტალღა, რასაც ქვია. შემდეგ რა არის ჩაფიქრებული? მე როცა წავიკითხე ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამა, იქ იყო მაგალითად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლა, მაგრამ ძალიან ზოგადი რაღაცა დაპირებები იყო, არ იყო დაკონკრეტებული. რა იქნება შემდეგი ტალღა? რა რეფორმებია ისევ სასამართლო სისტემაში მოსალოდნელი? ჩვენ, რა თქმა უნდა, თქვენ პროგრამა ახსენებთ და მთავრობა ვართ მთლიანად, ასე ვთქვათ, ჩვენი არსებობის წყარო, მარტივად რომ თქვა, არის მართველი პარტია, ანუ პარლამენტი და უმრავლესობა. ამიტომაც ის თუ პარტიამ რა იგულისხმა პროგრამაში, ამას უკვე იქ სადაც ზოგადი პოსტულატებია, ამას სჭირდება შიგნით უკვე გუნდში მუშაობა, რომ დაზუსტდეს, რა უნდა გაუმჯობესდეს. მიუხედავად ამისა, უკვე არის კონკრეტული იდეები ზოგიერთი მიმართულებით. მაგალითად, ამ მესამე ტალღაში, რა თქმა უნდა, არის მოსამართლეების დანიშვნის კონკურსის წესით შერჩევის, ასე ვთქვათ, სისტემის დახვეწისკენ გადადგმული ნაბიჯები და მართლაც იმედი მაქვს, რომ ეს უკვე კანონად მალე იქცევა, მაგრამ ამით ვერ დასრულდება, იმიტომ რომ თვითონ ადამიანის, იურისტის მოსამართლის პროფესიაში შესვლის წესი არის ჩემი აზრით და ჩვენი აზრით გადასახედი.
დღეს მაგალითად იუსტიციის უმაღლესი სკოლა, რასაც ქვია. ხშირად მithქვამს და კიდევ ვიტყვი, რაც არ უნდა, ასე ვთქვათ, თითქოს საწყენად გამოიყურებოდეს ეს შეფასება, რომ უფრო ტრეინინგ ცენტრია, ანუ არსებული მოსამართლეების კვალიფიკაციის, ანუ გადამზადების კურსების მქონე დაწესებულება, რომელსაც ის კარგად ასრულებს ამ ფუნქციას, მაგრამ არა მოსამართლებად ადამიანების ჩამოყალიბების ადგილი. ამიტომაც ჩვენ გვინდა რომ ამ სკოლაზე გავაკეთოთ აქცენტი მომდევნო თქვა საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში და ის დავამსგავსოთ სხვა თქვა ევროპული ქვეყნის შესაბამის სკოლებს, სადაც იურიდიული ფაკულტეტის დიპლომის მქონე ადამიანი შედის და ყალიბდება უკვე მოსამართლედ, იმიტომ რომ ყველა იურისტი ავტომატურად მოსამართლე 2-3 დღეში ვერ იქნება. ეს არის აბსოლუტურად სხვა ტიპის პროფესია, რომელსაც ასე ვთქვათ დამატებითი სწავლა ჭირდება. როდესაც ჩვენ ამ გზით უკვე შევიძენთ ახალ სისხლს მართლმსაჯულებაში, რა თქმა უნდა, გაჯანსაღებაც იქნება კიდევ უფრო თვალსაჩინო. ეს ნამდვილად არის ის მიმართულება, რაზეც ვფიქრობ და რასაც ვგეგმავთ. ასევე ჩვენ ძალიან დიდი დრო დავუთმეთ ეს 4 წელი სისხლის სამართლის მართლმსაჯულებას. იქნებოდა ეს ბავშვთა უფლებები, ბავშვთა მართლმსაჯულების კოდექსი, შეჯიბრებითობის პრინციპი, დაცვის უფლებები, ადვოკატებს უფლებები, ასე ვთქვათ, გაუფართოვდათ, ასევე დაზარალებულს. და საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი მთლიანად გადაიხედა, მაგრამ ჩვენ ვერ მოვიცალეთ იმისთვის, რომ ყურადღება მიგვექცია სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებისთვის, იმიტომ რომ მთავარი პრობლემა, რაც დაგხვდა, იყო სწორედ სისხლის სამართლის მართლმსაჯულება, თავისი სასამართლო დარბაზში რაც ხდებოდა, იმით პროკურატურაში რა ხდებოდა და შემდეგ ციხეში. მაგრამ ეხლა უკვე დადგა დრო იმისთვის, რომ ჩვენ მოსამართლეებს ვუშველოთ და მართლა ამას ეს სიტყვა ქვია, იმიტომ რომ დღეს თქვენ რომ დაგჭირდეთ სარჩელის შეტანა, წელიწად ნახევარში შეიძლება დაინიშნოს პირველი სხდომა, იმიტომ რომ არიან ცოტანი, საქმე არის ბევრი და არიან გადატვირთულები. ამიტომ ჩვენ ორი მიმართულებით გეგმავთ მუშაობას. ერთი, შემოვიტანოთ მედიაცია, იმიტომ რომ აი ესეთი დავები, როგორც არის მაგალითად საოჯახო სამეზობლო მემკვიდრეობითი, არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან საუბედუროთ, ბევრი დავა არსებობს მოქალაქეების მხრიდან. ეს არ მივიდეს სასამართლომდე, არამედ მედიაციამ გადაწყვეტა. ისედაც მოსამართლესთან გაირკვა, რომ 80% მორიგებით თავდება. ერთი მხარე მეორეს უთმობს, მეორე მინდის რაღაც კომპრომისზე და რაღაცა შეთანხმება დგება. ამიტომ ეს საქმეები თუ ჩამოშორდა მოსამართლეს, ის უკვე სერიოზულ დავებზე, უფრო დიდ დავებზე, ასე ვთქვათ, შეძლებს მუშაობას. მათ შორის ვთქვათ, უფრო მაღალი ღირებულების, როდესაც არის დავა. დღეს მილიონიანი დავა და 1000 ლარიანი დავა ერთნაირად დგას რიგში. მეორე მიმართულება არის კომერციული საპილოტეთ თბილისის საქალაქო სასამართლოში კომერციული კოლეგიის ან პალატის შექმნა, რომელიც შემდგარი იქნება კორპორატიული და საგადასახადო სამართლის მცოდნე ნამდვილი სპეციალისტისგან, იმიტომ რომ ეს არის ძალიან სპეციფიური სფეროა. კარგი იურისტიც თუ არ არის სპეციალიზებული ამაში, შეიძლება დიდხანს ვერ გაერკვეს. არა და ჩვენ დიდი რო არ გვაქვს, სწრაფად უნდა განხორციელდეს მართლმსაჯულება. ამაზეც ვმუშაობთ და უკვე მომავალი წლის პირველ ნახევარში ორივე მიმართულებით კანონპროექტები იქნება მზად. ზოგადად სასამართლო სისტემაში ელმართველობის დანერგვაზე ვმუშაობთ ქალბატონი გვენეტაძესთან ერთად, რომ ამ მხრივ მართლაც უნდა ითქვას, რომ მართლმსაჯულების სისტემაში სამთავრობო სტრუქტურებისგან განსხვავებით არის ძალიან სერიოზული, ასე ვთქვათ, ხარვეზები. ამიტომაც ეს ელექტრონული განაწილების სისტემა, როცა დაინერგება და ჩვენ უკვე ვმუშაობთ სანამ კანონი ძალაში შევა ამაზე, ეს იქნება ძალიან დიდი წინგადადგმული რეჟიმი. ნაბიჯი. ჩვენ გეგმავთ ასევე ისეთი რეჟიმის შემოღებას, რომ სასამართლო ელექტრონულად დაუკავშირდეს ახსრულების ეროვნულ ბიუროს, რომ მოქალაქე რომ აიღებს თავის სათავისო გადაწყვეტილებას, მეორე დავიწევდეს მისვლას ახსრულებო ფურცლის ასაღებად. მოკლედ, ბევრი გეგმებია და არა მხოლოდ სისხლის სამართლის მართლმსაჯულება. კიდევ ერთი სფერო, სადაც რეფორმა დაიწყო და როგორ გაგრძელდება, არ ვიცი, ანუ
უნდა გაგრძელდეს ნამდვილად მე პროკურატურას გულისხმობ ამ შემთხვევაში, სადაც რეფორმა გამოიხატა იმაში, რომ გენერალური პროკურორის დანიშვნის წესი განისაზღვრა და შეიქმნა ეს საბჭო. ეხლა რა უნდა მოხდეს? ანუ ის რომ პროკურატურა იყოს აბსოლუტურად პოლიტიკური ზეწოლისგან დაცული და აპოლიტიკური და ასე შემდეგ. ის რომ უფრო ეფექტური გახდეს, ის რომ ნდობაც შესაბამისად გაიზარდოს. როდის დაიწყება, ანუ აი მეორე ტალღა ალბათ, ხო, პროკურატურაში და რაში გამოიხატება უფრო კონკრეტულად? ჩვენ სწორედ ამ მომენტში ვსჯელობთ ამ თემაზე საქართველოს მთავარ პროკურატურასთან. მოწვეული გვყავს პარასკევს, ზეგ, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმირების უწყებათა შორისი საბჭო, სადაც ყველა ძალოვანი სტრუქტურა მონაწილეობს, სამართალდამცველები, არის არასამთავრობო სექტორი, ადვოკატები, მოსამართლეები წარმოდგენილნი და ამ სხდომაზე მთავარი პროკურატურა გეგმავს წარმოადგინოს სტრატეგიას სწორედ, იმის რომ ჩვენ განვიხილოთ, დავამტკიცოთ, დავეთანხმოთ, შენიშვნები გავაკეთოთ, ასევე ეთიკის კოდექსის პროექტს. და ეს დოკუმენტები უნდა იყოს ბაზა მომავალი აი ეს რეფორმატორული მიმართულებებისა, რაზეც თქვენ საუბრობთ. ასევე შეფასების სისტემა საპილოტო რეჟიმში უკვე მუშაობს პროკურატურის ორგანოებში და არის უმნიშვნელოვანი მისი რეფორმისთვის, იმიტომ რომ მანამდე პროკურორებს ვინ როგორ აფასებდა, რის მიხედვით რომ ვინ როგორ წინაურდებოდა, ან ისჯებოდა, თუ კი ისჯებოდა, არ იყო საზოგადოებისთვის, ასე ვთქვათ, თვალნათელი, იმიტომ რომ გაწერილი არ იყო კრიტერიუმები. ერთი წელია, რაც მისი ახალი წესის შესაბამისად დანიშნვის შემდეგ ირაკლი შოთაძემ პრაქტიკაში ნაბიჯები გადადგა, რომ ასე ვთქვათ, დისციპლინური საბჭოს მსგავსი ორგანო შეიქმნა და მთავარი პროკურორი ერთპიროვნულად არ წყვეტს დასაჯოს თუ არა ესა თუ ის პროკურორი. შეფასების სისტემის პრაქტიკაში დანერგვის მიმართულებით გადაიდგა ნაბიჯები, რომ პროკურორიც იყოს მოტივირებული იმისთვის, რომ დანაშაულს ის ებრძვის, იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ დაცული. და ეს გააკეთოს ისე, რომ უფლებებიც დაიცვას, არა მხოლოდ დანაშაულს ებრძოლოს. და წახალისების სისტემა არსებობდეს. რომ ნდობა, ეს ყველაფერი ერთობლივად ნდობას ამაღლებს საზოგადოების მხრიდან. მაგრამ პრაქტიკაში რაც დაინერგა, ეხლა უნდა გაიწეროს ოფიციალურად, დამტკიცდეს სტრატეგიაც, კრიტერიუმებიც სხვადასხვა და სწორედ ზეგ გვექნება ჩვენ ამ თემებზე მსჯელობა. მე ვფიქრობ, რომ ზოგიერთი ეს სიახლე გამოიწვევს ასევე პროკურატურის შესახებ კანონში ცვლილებას, თუმცა ეს უკვე გამოჩნდება უფრო თვალნათლივ, როდესაც ხდომა ჩატარდება. ხავდმთია, ის რომ საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ხმები აქვს, ალბათ გულისხმობს იმასაც, რომ გარკვეული კანონები, რომელთა მიღება, ვთქვათ რა, რატომაც გადაიდო ან დროში გაიწევა ძალიან, ეხლა უფრო სწრაფად იქნება მიღებული. მე მაინტერესებს, რომ უმრავლესობის წევრებსაც ვაკითხებოდით და მათ არ ჰქონდათ ამაზე პასუხი. ინფორმაციის თავისუფლების კოდექსი, რომელიც თქვენი მომზადებულია, რომელზეც ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა და რომელიც ითვლება, რომ აუცილებელია ქვეყანა მიიღოს. როდის იქნება წარდგენილი პარლამენტში და რამ შეიძლება ხელი შეუშალოს მის მიღებას? თუ გაქვთ ასეთი საფრთხის მოლოდინი, რომ შეიძლება არ იყოს მიღებული კიდე ერთხელ? მიღებული ნამდვილად იქნება, პროექტი მზად არის, ჩვენ სწორედ ამ დღეებში გვქონდა მთავრობის შიგნით ამის შესახებ, მათ შორის მთავრობის მეთაურთან ამ თემაზე მსჯელობა. და ეს არის ფაქტი, რომ ნება არის, რომ ეს პროექტი, რაც იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემუშავდა, ასე ვთქვათ, დაიძრას იმ წერტილიდან, სადაც არის ამჟამად. მაგრამ დარჩა რამდენიმე საკითხი, რაზეც უნდა სამთავრობო გუნდი შიგნით ჩამოყალიბდეს და უმრავლესობას გაუზიაროს, რომელიც თუ კენჭს არ უყრის, ჩვენი პროექტი კანონად ვერ იქცევა. ეს არის ალბათ რამდენიმე დღის საკითხი და შემდეგ უკვე პარლამენტს რადროც დაჭირდება მის მისაღებად. ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, თემა ამ პროექტში არის საზედამხედველო ორგანო. იმიტომ რომ ჩვენ რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ინფორმაცია ღია და თავისუფალია, უნდა არსებობდეს ვინმე, ვინც ამას გააკონტროლებს, რომ იუსტიციის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, პარლამენტი, სასამართლო თუნდაც რომელიმე საჯარო სკოლა ინფორმაციას გასცემს, ან თუ არ გასცემს, უარი არის დასაბუთებული. აი ამაზე იყო სხვადასხვა მოდელებზე მსჯელობდით, არის მაგალითად ზოგიერთი ანგლოსაქსონური ქვეყანა, სადაც
სპეციალური ინსპექტორი არსებობს, როგორც ჩვენ ყავს მაგალითად პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. სხვაგან არის ომბუდსმენთან ეს ფუნქციები. და აი ეს არის ის მსჯელობის თემა ამ წუთში, რაზეც უნდა შევჭერდეთ. ანუ პრინციპი დაწყებულია და ალბათ რაღაცა პარლამენტში დიდი ხანია დასრულდა. უბრალოდ აი რომ პროცესი წინ წავიდეს, ამაზე მუშაობა დაიწყო. ახლა ინფორმაციის ღიაობაზე ლაპარაკი აუცილებლად მინდა კითხოთ იმ კონფერენციაზე, სამიტზე, რომელიც პარიზში გაიმართა ღია მმართველობის მექანიზმს გულისხმობს. საქართველოს ძალიან კარგი შედეგები აქვს ამ თვალსაზრისით და გაიცათ ჩვენთან ჩატარდება ეს სამიტი, რა ძალიან საპატიოა, მე ასე მგონია და ალბათ თქვენც ამაში დამეთანხმებით. თქვენი სამინისტროა ძირითადი, ასე ვთქვათ, ხერძი, წამყვანი ამ ღიაობის კუთხით. რატო შეერჩა თქვენი სამინისტრო ქალბატონთი? ანუ შეამჩნიეს, რომ თქვენზე მესმის, რომ ეს იუსტიციის სახლები, მაგრამ მარტო თქვენზე გადმოდის მთელი სიმძიმე, ხო თუ მეშლება? არა, ჩვენზე არ გადმოდის მთელი სიმძიმე, ჩვენ ვართ სამდივნო. და მაკოორდინირებელი ორგანო სხვადასხვა უწყებებს შორის. რატომ შეირჩა იუსტიციის სამინისტრო, ეს მე არ ვიცი, იმიტომ რომ ეს 2011 წელს შეუერთდით ჩვენ ამ პარტნიორობას და იმ დროიდან მოყოლებული ეს სამდივნო იყო იუსტიციის სამინისტროში, რაც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ არ შეცვლილა. მაშინ იმ დროს მიზეზი რა იყო ვერ გეტყვით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ იუსტიციის სამინისტრო, იმიტომ რომ თავრობის შიგნით, ასე ვთქვათ, კანონებს ძირითადად, ასე ვთქვათ, ჩვენ ვქმნით, სხვა უწყებებიც, მაგრამ ძირითადად კანონით ეს ფუნქცია ჩვენ გვეკისრება და თუნდაც ელმმართველობის დანერგვაში, აი ხვალაც თავრობის ხდომაზე იუსტიციის სამინისტრო წარადგენს ელექტრონული ხელმოწერის შესახებ კანონპროექტს. როდესაც საკანონმდებლო ცვლილებაა საჭირო, ელმმართველობისგან მაინც, ასე ვთქვათ, იუსტიციის როლი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. ასევე ჩვენ ყავს სხვადასხვა ის ციპი, რომელიც პირდაპირ არის პასუხისმგებელი, თუნდაც კიბერუსაფრთხოებაზე, ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე. და რაც მთავარია, სერვისების უმრავლესობა არის თავმოყრილი იუსტიციის სამინისტროში. ალბათ ამიტომ მაშინ შეიქმნა ეს სამოქმედო გეგმა დავამტკიცეთ ჩვენ რამდენიმე კვირის წინ თავრობის ხდომაზე, სადაც ყველა სამინისტრომ აი მართლაც ალბათ სხვა სიტყვა არ ქვია, ნებაყოფლობით სიამოვნებით აიღო ახალ-ახალი ვალდებულებები, რომ კიდევ უფრო გამჭვირვალე და თანამედროვე გახადოს საკუთარი სისტემა სხვადასხვა ელექტრონული პროგრამების და იდეების დანერგვის სფეროში და უფრო მეტიც. ჩვენ პირველად გვყავს ამ სამოქმედო გეგმაში პროკურატურა, რომელმაც გამოიჩინა ინიციატივა, რომ ისიც ადგილობრივი საბჭოების პროექტს განახორციელებს და ერთ-ერთი უწყება იქნება სამოქმედო გეგმაში ყველა სამინისტროსთან ერთად და თვითმმართველობებმა არიან მაგალითად ზუგდიდი, ოზურგეთი, რომლებმაც იდეები წამოწიეს წინ და თქვენს რომ ისინიც აპირებენ იყონ ჩართული სამომავლო გეგმაში და თბილისი არის პარიზთან და სხვა დედაქალაქებთან ერთად ერთ-ერთი სეული და ასე ვთქვათ საკმაოდ განვითარებული ტექნოლოგიების და ბატონინერიც ბრძანდებოდა ამ სამიტზე, ამიტომაც ყველა ვართ ჩართული ამაში. უბრალოდ ვიღაცამ უნდა შეასრულოს, ასე ვთქვათ, მაკოორდინირებელი ორგანოს. ამიტომ არის იუსტიციის სამინისტრო. მე მინდა კითხოთ კიდევ ერთ კანონზე, რომელიც 1 იანვრიდან უნდა, უბრალოდ რეფორმაზე, რომელიც 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ გადაიდოს საჯარო მოხალეთა შესახებ კანონს გულისხმობ. სხვა შორის ძალიან გულდასაწყვეტია ის, რომ ის შესაძლო შემცირებები, რომელიც ალბათ მოხდება საჯარო სამსახურებში რაღაცნაირად დაუკავშირეს თითქოს და ამ რეფორმას არა და ეს ასე არ არის, ის არის საბიუჯეტო პრობლემები და ეს აბსოლუტურად სხვა რამ არის. როდის ამოქმედდება ქალბატონთია ეს კანონი, იმიტომ რომ საჯარო მოხელეებს ალბათ უნდათ რომ თავიანთი პერსპექტივა დაინახონ, ანუ საით მიდიან და იქ ადგილზე დაინახონ თავისი მომავალი როგორია კარიერული თვალსაზრისით, რაც სრულიად ნორმალურია და აქვე კითხავთ, იუსტიციის სამინისტროში იქნება საბიუჯეტო კუთხით რაიმე ცვლილებები თანამშრომლებს გულისხმობ და როგორ მოხდება ეს ყველაფერი, ანუ რა ნიშნით შესაძლოა ან შემცირება მოხდეს ან რაღაცა სხვა მოხდეს. დღეს მდგომარეობით რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, რამდენიმე თვით იგეგმება ამ კანონის ძალაში შესვლის გადავადება, რაც იმას ნიშნავს, რომ გაიცათ ის უნდა შევიდეს ძალაში.
რა თქმა უნდა, არანაირ კავშირში ეს არ არის მასთან, რაც თქვა საბიუჯეტო ცვლილებები კუთხით იგეგმება. იუსტიციის სამინისტროში ჩვენ ყველა სიფში და ცენტრალურ აპარატში ასეულობით ვაკანსია უკვე შევამცირეთ. ეს შესაბამისად არ ეხება სახეზე მყოფ ადამიანებს. ვაკანსიები არ შევამცირეთ იქ, სადაც ვაკანსიები შეიძლება და მე როგორც ხელმძღვანელმა ვიცი, რომ შეიძლება დამჭირდეს, იქნება ეს თქვა დეპარტამენტი, რომელიც ჰააგის გამოძიებაზე მუშაობს. სტრასბურგში არსებულ დავებზე მუშაობს. იმ უმნიშვნელოვანეს უწყებათა შორის საბჭოები 8 საბჭო გვაქვს ჩვენ და ერთი სამთავრობო კომისიის სისტემაში სამდივნოს ფუნქციას ასრულებს. იქ რა თქმა უნდა ვაკანსიები საჭიროა, იმიტომ რომ საქმის მოცულობიდან გამომდინარე ადამიანი უნდა დაამატო, მაგრამ სადაც მივიჩნიეთ, რომ შეიძლებოდა შევლეოდით, ასე ვთქვათ, ვაკანსიებს, ეს გავაკეთეთ უკვე და 1 იანვრიდან ეს ახალი საშტატოები შევა ძალაში. რაც შეეხება სახეზე მყოფ ადამიანებს, ჩვენ ისევე როგორც ყველამ და მე ვთვლი, რომ ეს არის გარდაუვალი, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ის საბიუჯეტო ცვლილებები, რაც ყველამ განვახორციელეთ, საქონელი და მომსახურების თავშმაგეთეთ 10%-იანი კლება გავაკეთეთ და ასევე შრომის ანაზღაურებაში, ოღონდაც შეიძლება ზოგ სიფში 13%-ით მაგალითად არის ერთ-ერთი დიდი სიპი იუსტიციის სამინისტროს სისტემაში, სადაც 13%-იანი კლება გავაკეთეთ შრომის ანაზღაურებაში, მაგრამ სხვაგან გავაკეთეთ 7-ან 6, რომ ვთქვათ პატარა სიპი, რომელიც უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებს, იქ დიდი, ასე ვთქვათ, შემცირებები არ ყოფილიყო. მე არ მგონია, რომ ბევრ ადამიანს შეეხება ეს. მე ყველაფერს ვიღონებ იმისთვის, რომ არ შეეხოს ბევრ ადამიანს, შეიძლება ის იყოს თვითზე ჩამოსათვლილი, შეიძლება არც ერთი, მაგრამ როგორც კი ჩაირთვება ეს ბიუჯეტის კანონი, პირველ პერიოდში ვაკანსიების შემცირების ხარჯზე, ასე ვთქვათ, პიგნათელი ვიქნებით ამ კანონის წინაშე და შემდეგ უკვე შევხედავთ, როგორი იქნება სახელმწიფო საჭიროებები, იმიტომ რომ ბიუჯეტის, ასე ვთქვათ, ამ ნაწილებში შემცირება არ არის ვინმეს ან რამეს ახირება. ჩვენ სულ ვთქვათ, შორის მიკვირს კიდეც და თქვენს ეთერს ვიყენებ პირველად ამას. სულ გვიყიჟინებდნენ ბოლო წლები, რომ გაუქმეთ სამინისტროები და იმ სამინისტროებში ცოცხალი ადამიანები რომ მუშაობდნენ, ალბათ არ იყო სიურპრიზი. შეამცირეთ, აძლევთ საჯარო მოხელეებს პრემიებს და მე მგონი რომ ეხლა უფრო ჯანსაღი პოზიციები გამოჩნდა, რომ თურმე საჯარო მოხელე საჭიროა. თურმე საჯარო მოხელეზე დგას სახელმწიფო და თუ კი ამ საბიუჯეტო ცვლილებებმა ამას მიგვახვედრა, ეს მე ვთვლი რომ არ არის ცუდი. და რომ საჯარო მოხელეებს დღეში რამდენჯერმე ეკუთვნით მადლობა იმ ძალიან დიდი შრომისთვის, რასაც ისინი ეწევიან და არიან კორუფციისგან თავისუფლები, რაც რამდენიმე წლის წინ ასე არ იყო ჩვენ ქვეყანაში. ამიტომ მათ კარგი ხელფასიც სჭირდებათ და მაგალითად საახალწლო პრემიაც, იმიტომ რომ მათ მთელი წელი იმუშავეს იმისთვის, რომ საქართველოს თქვას, რომ დიახ ძლიერი სახელმწიფო მაქვს. და ბოლოს მაინც მინდა გითხოთ, საკონსტიტუციო რეფორმა როგორი იქნება და რა ფორმით იქნება იუსტიციის სამინისტრო აი ამ სახელმწიფო კომისიაში ჩართული, ანუ აი რა როლი გეკისრება თქვენ? წინა კომისიის პირობებში იუსტიციის მინისტრი იყო წევრი, ხელმძღვანელი გახლდათ ბატონი დავით უსუფაშვილი, ალბათ ამ ფორმატშიც იგივენაირად იქნება. ყოველ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროს ექნება თავისი როლი და საკანონმდებლო ცვლილებას ეხება საქმე, თუმცა რა თქმა უნდა ხელმძღვანელი როლი აქვს და უნდა ჰქონდეს პარლამენტს. რა ტიპის ცვლილებებზეა საუბარი, დაახლოებით ალბათ ცნობილია, იმიტომ რომ წინა კომისიის ფარგლებში ვსაუბრობთ, მაგალითად ჩვენ გვებარა სხვებთან ერთად მართლმსაჯულების თავი. ადამიანის უფლებების თავზეც ვიმუშავეთ, იქ არის რა თქმა უნდა გასაუმჯობესებელი დებულებები და ამ თავებზე საუბარი შედარებით ალბათ პოლიტიკურად მარტივია. მაგრამ რაც შეეხება, თქვათ, საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშირებულ თავს, ჩემთვის ოფიციალურად ესე დისკუსია არ გამართულა და არ არის ცნობილი რა შეიძლება დაიგეგმოს. ის რაც ხშირად ისმის, რომ შეიძლება პრეზიდენტის პარლამენტის მიერ არჩევის ინსტიტუტი შეიძლება იქნეს შემოთავაზებული, ეს არ ვიცი ასეა თუ არა, მაგრამ ასე რომ აღმოჩნდეს, რომ არის მე პირადად ვერანაირ
ვთქვათ, შეუსაბამობას ვერ ვხედავ, იმიტომ რომ იმ ახალი კონსტიტუციის ფარგლებში, რომელმაც თუნდაც საკანონმდებლო ინიციატივის ფუნქცია აღარ მისცა პრეზიდენტს, როგორც ეს ადრე ჰქონდა, ან თქვენ გახსოვთ, რომ წინა პრეზიდენტს იუსტიციის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი პირდაპირ ექვემდებარებოდა. ეს ასე აღარ არის. ანუ ის იყო აღჭურვილი აღმასრულებელი და სხვა ფუნქციებით. დღეს ეს ასე არ არის. ის არის გამაერთიანებელი, ის არის გამაბალანსებელი და კონფლიქტის დროს შუამავალი, ასე ვთქვათ, სხვადასხვა. ამიტომ თუ კი ის როგორც სხვა ქვეყნებშია პარლამენტის მიერ იქნებოდა არჩეული, ეს არ იქნებოდა არანაირი კონსტიტუციური ნონსენსი, პირიქით. მაგრამ ამაზე სამუშაო რეჟიმში მსჯელობა ნამდვილად ჯერ არ ყოფილა. ჯერ არ ყოფილა. და მაშინ ვისარგებლებ. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეცნიერებათა აკადემიამ ინიციატივა წამოაყენა, რომ ცილის წამებისთვის რაღაცა და იყოს პასუხისგება დაწესებული. რამდენად სერიოზულად მიგაჩნიათ, რომ ცილის წამებისთვის შეურაცხყოფისთვის რაღაცა სისხლის სამართლებრივი ცილის წამება თქვენ გახსოვთ იყო სისხლის სამართლებრივი წესით დაშლილი და ეს გაუქმდა თუ არ მეშლება 2004 წელს და რა თქმა უნდა ამას ჩვენ ვერ დაუბრუნდებით რომ ცილის წამებაზე იყოს ან ციხე ან სისხლის სამართლებრივი სხვა ტიპის რაღაცა სანქცია. მე არ გავცნობილ ვარ ამ განცხადებას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პასუხი ნათელია ესეც, რომ სისხლის სამართლის წესით ეს ვერ იქნება დასჯადი. რაც შეეხება შეურაცხყოფას, გააჩნია შეურაცხყოფა რა არის, თუ ეს არის ცემა, ის დღესაც არის დასჯადი და გამკაცდა კიდევაც სანქციები. ამასთან დაკავშირებით წინასაარჩევნო რეჟიმში განსაკუთრებით და სხვათა შორის მთავარმა პროკურორმა, როდესაც საპროკურორო საბჭოში რამდენიმე კვირის წინ ანგარიში წარმოადგინა, ჩვენ დავინახეთ, რომ პირველ ხუთეულში, რა თქმა უნდა, თაღლითობა რჩება ყველაზე ხშირ დანაშაულების პირველ ხუთეულში და არის ერთ-ერთი ცემა. ეს, რა თქმა უნდა, პროკურატურის, ასე ვთქვათ, მუშაობის შედეგიც არის უფრო ხშირად აძლევენ რეაგირებისას მუხლით კვალიფიკაციას შესაბამისი ქმედებების, იმიტომ რომ ცემა აღარ არის, ვთქვათ, ბანალური, რომ ქართველები ვართ, ცხელი სისხლი გვაქვს და ვთხოვობთ ხოლმე. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან, ვთქვათ, ცუდია. მაგრამ ცემა არის პირველ ხუთეულში, ასე ვთქვათ, დანაშაულების და ეს არის და უნდა იყოს სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი. რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონმდებლობას, თუ ეს იგულისხმებოდა, ეს უნდა იყოს მსჯელობის საგანი, იმიტომ რომ გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლება, მაგრამ როგორც ამბობს ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი, ერთადერთი მუხლია, რომელიც ამას ამბობს, რომ მასთან ახლავს პასუხისმგებლობები და ვალდებულებები. მაგალითად, მე, როდესაც ჩემს აზრს გამოვხატავ, თქვენ არ უნდა დაგადანაშაულოთ იმაში, რაზეც თუნდაც რაღაცა ინფორმაცია არ მაქვს, რის შედეგადაც ასეთ დასკვნას ვაკეთებ. შეიძლება ამ ნორმების დახვეწაზე იყოს საუბარი, მაგრამ კიდევ და კიდევ ცილის წამებისთვის ჩვენ სისხლის სამართლის სფეროში ნამდვილად არ დავბრუნდებით. ძალიან დიდი მადლობა, თეატრი